დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავთ 9 მაისია. რატო აღნიშნავთ? მართლა გეკუთვნის თუ არა აღნიშნავთ, ან აღსანიშნავია თუ არა. ამ კითხვებს რაც მე ტელევიზიით ვერ ნახულობ, ვერ ვიგებ და ვერ ვისმენ. მოდი დავიწყოთ იქიდან. ძალიან შორეული წარსულიდან. აღნიშნავდე იყო ომის დაწყება. ომის დაწყებამდე იყო ურთიერთლაკუცი საბჭოთა კავშირსა და გერმანიის ფაშისტურ სახელმწიფოს შორის. გაფორმებული მემორანდუმები, დამტკვარი ურთიერთობა, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა, სამხედრო, პოლიციური თანამშრომლობა, ფინანსური თანამშრომლობა და ასე შემდეგ. ხალხის მიმოსვლა იყო 1918-19 წელი, როცა გერმანელები საბჭოთა კავშირში ჩამოდიოდნენ, საბჭოელები სამხედროებიც გერმანიის ტერიტორიაზე მიდიოდნენ. ძალიან ჩვეულებრივი, ძალიან კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ. არა ისეთი, როგორიც შემდეგ პროპაგანდამ დაგვიხატა. გააფორმა შემდეგ რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი. ზოგადად ასეთი ტიპის ხელშეკრულებებს აქვთ ორი გვერდი. პირველი, რომელზეც ხელი იწერება და ამას ყველა ხედავს, მეორე, რომელიც არ ჩანს, მაგრამ რადგან ფურცელი ორგვერდიანია, მეორე გვერდით საინტერესო რა წერია. მათ გაინაწილეს მომავალი ევროპა. მაგრამ ყველა მიცოდა, რომ შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა. იმიტომ რომ ორი აგრესიული სახელმწიფოს მოჩვენებითი თამაში, ეს იგივეა, რაც ორმა დათვმა ტერიტორიის გაყოფა გადაწყვეტოს. ან ორმა მგელმა. არ გამოდის. ბუნებრივად არ გამოდის. მოკლედ, არსებობს მასალები, რომელიც თავიდან ინახებოდა სტალინის არქივში, შემდეგ რუსეთის ფედერალურ არქივში, რომელიც ახლა ხელმისაწვდომია. ვერ გულისხმობ ძალებებს და რუკებს. ეს რუკები მეც მაქვს. აქ ნათლად ჩანს, რომ 1941 წლის მარტსა და მაისში საბჭოთა სატანკო დივიზიები და სხვა შენაერთები ციმბირის მთელი ტერიტორიიდან გადაისროლეს უკრაინისა და პოლონეთის ტერიტორიაზე, იმდროინდელ ოკუპირებულ სახელმწიფოებში. რატო აკეთებენ ამას? დასწრებაზე იყო ეს ყველაფერი. არ იყო ისე, რომ დაიწყო ოპერაცია ბარბაროსა და არ იქა ჩვენ მოულოდნელად ეს ვერაგულად დაგვისხა გერმანიის ფაშისტური სახელმწიფო და ასე შემდეგ. ეს იყო პროპაგანდა იმისთვის, რომ გაეღიზიანებინათ მოსახლეობა. მეტიც, თავიდან როცა ეს ყველაფერი დაიწყო და გერმანელები ძალიან დიდი სისწრაფით შედიოდნენ სიღრმეებში, საბჭოთა კავშირის ტერიტორიის სიღრმეებში, როგორც უკრაინასა და ბელარუსს. წარმოუდგენელი რამ მოიფიქრა მაშინდელმა NKVD-მ. ეს იყო შემდეგი, რომ გადააცვეს თავის სპეცსამსახურის თანამშრომლებს გერმანული ფორმები, ჩააცვეს SS-ის თანამშრომლის ფორმები, აღჭურვეს მათი შეიარაღებით, დასვეს მოტოციკლეტებს, გერმანულ მოტოციკლეტებს და დაიწყეს ხალხის რბევა. წინ დაიწყეს რბევა. იმ ტერიტორიებზე, სადაც ჯერ არ იყო ოკუპაცია, გერმანული ოკუპაცია, იმისთვის, რომ მოსახლეობა გაეღიზიანებინათ, იმიტომ რომ წინააღმდეგობის ხაზი შეექმნათ მოსახლეობაში, რომ განწყობაზე იმუშაოთ. ვინაიდან ხალხი ძალიან კეთილგანწყობილი იყო გერმანელების მიმართ. პროპაგანდა მიმუშავა. ხალხმა დაიწყო წინააღმდეგობის გაწევა, ვინაიდან შეიქმნა ტყის ხატი, იმიტომ გერმანელები იყვნენ კლელები, ფაშისტები შეგულისხმობ ყველაზე ცუდს, რაც შეიძლება ადამიანს მოაგონდეს, ან მოაფიქრდეს იმისთვის, რომ მეორე ადამიანს აუგოს. მოკლედ, გავიდა კიდევ პერიოდი და დამთავრდა ომი. ომი როგორც დამთავრდა ჩვენ ვიცით. 9 მაისს არ მოხდა რა კაპიტულაციაზე ხელმოწერა, ეს მანამდე მოხდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის გენერალ-დათმა და პოლიტბიურომ გადაწყვიტა, რომ ეს დაყოფილიყო 9 მაისს, განსხვავებით განაჩენი მსოფლიოსა და ევროპისგან, რომლებიც 8-ში აღნიშნავენ. პირველი პარადი ჩატარდა ივნისში. შემდეგ უკვე 46 და 47-ში ჩაატარეს, მაგრამ რეალურად აქ რამოდენიმე ფაქტორი იყო. 9 მაისი არ იყო დასვენების დღე. რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი მიზეზი იყო ის, რომ სახელმწიფო იყო სრულიად დაშლილი. საბჭოთა კავშირი იყო დანგრეული და დაშლილი. მთლიანად განადგურებული და მას შედეგოდა აღდგენა, რაც შეიძლება ნაკლები დასვენების დღეები, რაც შეიძლება ნაკლები უქმე დღეები. ყოველდღე უნდა ემუშაოთ, ეს პროპაგანდაც ძალიან კარგად მუშაობდა.
მეორე ის, რომ სტალინს არ შეეძლო არმიის ხელმძღვანელობა, ის კაბინეტის კაცი იყო, ასაკობრივადაც ასე იყო და ამიტომ არმიას მეთაურობდა ჟუკოვი, ძველი სამხედრო, ძველი გენერალი. და სტალინს როგორც ამბობენ, ჰქონდა გარკვეულწილად ეჭვიანობის მომენტები, როცა ჟუკოვზე ეჭვიანობდა და აროდოდა, რომ ის ყოფილიყო მისი მემკვიდრე. არა და პოპულარული და არმიაში ის ძალიან პოპულარული იყო და ძალიან სახელმოხვეჭილი იყო. ამიტომ გააუქმა საერთოდ მარშირებები ბოლშევიკის ძლებისთვის და გააუქმა საერთოდ ახლობი და ესეთი აღნიშნა. შემდეგ, სტალინის შემდეგ, სიკვდილის შემდეგ დაიწყო ანტისტალინური მოძრაობა, ალბათ ვიცით ყველამ ეს ისტორიიდან. იყო პერიოდი, როცა ყველაფერი დაბრუნდა სტალინს, რაც კი რამე ცუდი ხდებოდა, გულაგებიდან დაწყებული, დახვრეტები, პურის რიგები, თუ ტალონები, თუ შიმშილი, თუ ტალახი, ყველაფერი დაბრუნდა სტალინს. რომ აი ეს იმან გააკეთა. ბერიაც კი აბრალებდა სტალინს, სანამ მასაც დახვრეტებდა. შემდეგ აირჩიეს ხრუშოვი. ხრუშოვიც არ ატარებდა აღლუმებს, არ აღნიშნავდა ომის და ფაშისტური გამარჯვების წლისთავს იმ მოტივით, რომ ეს ასოცირდებოდა მისთვის სტალინთან და ყოველგვარი სტალინიზმი მისთვის იყო მიუღებელი. და მხოლოდ ხრუშოვის შემდეგ, როგორც კი ლეონკა მოვიდა ხელისუფლებაში, ანუ ლეონიდ ბრეჟნევი, მან გადაწყვიტა, რომ 20 წლის თავი უნდა აღებიშნათ. ესეც იმიტომ, რომ ლეონკას უყვარდა პარადები. ისიც ძველი გენერალი იყო და უყვარდა ჯარისკაცების ხილვა. ეს ერთი. მეორე, ის სტალინის გულშემატკივარიც იყო და არ უკარგავდა მას ამ ღვაწლს. და თან მესამეც უკვე სახელმწიფო დამშვიდებული იყო, უფრო ცივი ომის ასე ვთქვათ ფრონტზე იყო და ჭირდებოდა ძალის დემონსტრირება. 20 წლის თავი აღნიშნეს პომპეზურად. შემდეგ 70 წელს, 25 წლის თავი, შემდეგ 80 წელს, 85 წელს, ესე 5 წლებებით აღნიშნავდნენ. და ეს იყო უფრო სიმბოლური და არა ის, რასაც 1995 წლის მერე უყურებთ, რომ ეს არის ცალკეულ ქვეყნებში ტარდება როგორც რუსეთისადმი ერთგულების დამტკიცების რიტუალი. და თვითონ რუსეთი ატარებს იმას, როგორც ძალის დემონსტრირების და საბჭოთა კავშირის ძირითადი სამართალი მემკვიდრის ქცევა არის. რომ აი ჩვენ გავიმარჯვეთ, მათ არ გავიმარჯვეთ. ცოტა COVID რომ წავიდეთ, რომ გავხსნით ისე COVID მსოფლიო ომს და იმ ყველაფერს. ჩვენი ქვეყანა 1920 წლიდან ფიზიკურად ოკუპირებულია. ოკუპაცია რა იყო? მაშინ ეს ოკუპაცია ასე არ იყო წარმოჩენილი, როგორც შემდეგ შეიკუთა და შემდეგ დაიწყო. თავიდან მათ წითლებმა რო შემოვიდნენ, თქვეს რომ ჩვენ მხოლოდ ხელისუფლებას ვცვლით. დროშაც იგივე დატოვეს იმავე წელს, კონსტიტუციაც არ გააუქმეს მაშინ. არაფერი ადმინისტრაციული ორგანოებშიც ძირეული ცვლილებები არ გაუკეთებიათ, ასე ვთქვათ, მტკივნეულ გადაწყვეტილებებს პირველი 1 წელი მოერგა. თუმცა მიწები გადასცეს აზერბაიჯანსაც, რუსეთსაც, სომხეთსაც, თურქეთსაც და უკანონეს, თუმცა და საქართველოს შემოაჭრეს. ანუ მოახდინეს თავისი ფაქტებით ხალხმრდოვანი რევოლუცია. შემდეგ დაიწყეს უკვე სიმეტრიული პროგრესით რუსეთისკენ სვლა, ორჯონიკიძე, მახარაძე და ასე შემდეგ რამებით ჩვენ ისტორიულად კარგად ვიცით. იმ დროინდელმა ომმა ისტორიის ფუძლებზე დაგვანახა ის, რომ ყველა არ იბრძოდა. იბრძოდა რამოდენიმე 1000 კაცი. რეალურად რამოდენიმე 1000 კაცი. დარჩენილი იყო საარმიო გვარდია, რეგულარული არმია, ცხენოსანთავო კავალერია და ასე შემდეგ. ავიაციაც ყოდა, რომელიც არ დაფრინავდა ვინაიდან მას ჰქონდა საცხებ საფოხი მასალები, ანუ იყიდეს იტალიური თვითმფრინავები ჟორდანიის პერიოდში, მაგრამ საცხებ საფოხი მასალები, ანუ შესაძეთი და ზეთი და ტაუდი არ იყიდეს, ვინაიდან ამაზე ეკონომია გააკეთეს და ამან ვერ იფრინა. ავიაციამ ვერ იფრინა და საჰაერო თავდაცვა ვერ უზრუნველყო ჩვენი ჯარისთვის. მოკლედ იმ პერიოდში იბრძოლა რამოდენიმე 1000 კაცმა. ოკუპაციის შემდეგ დაიწყო ტერორი. პირდაპირ ტერორი დაიწყო. 30-იანი წლების ჭოჭოხეთი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. 10,000 ადამიანი ზოგადად გაქრა, დაიხურდა, გადასახლდა, გულაგებში ამოხდათ ეროვნულ პატრიოტებს სული და გული. შემდეგ დაიწყო ომი და ომის პროპაგანდა, რომ სახელმწიფოს ჭირდება შორა გზა სტალინა, ანუ სტალინისტვის სამშობლოსთვის, იმ სამშობლოსთვის, რომელიც მიტაცებული იყო, დაკარგული იყო. ფაქტია, რომ პროპაგანდამ და დაშინებამ იმუშავა. დაახლოებით 700,000 კაცი იღებდა მონაწილეობას იმ ომში. 2,5 მილიონი
იყო ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა იმ პერიოდში წარმოგიდგენთ, ეს იყო კოლოსალური ციფრი და რო შევადაროთ პროცენტულად ფაქტიურად ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობა ჩვენმა ქვეყანამ გაუშვა ფრონტის ხაზზე. და სრული 700,000 კაცი დაახლოებით, რომლებიც მონაწილეობდნენ, მათი ნახევარი ან დახეიბრდა, ან საერთოდ ვერ დაბრუნდა სამშობლოში. უამრავი ადამიანი ომის დამთავრების შემდეგ აღმოჩნდა გულაგებში, იმიტომ რომ ომის ერთ-ერთი თავისებურებაა, რომ თქვენ ვარდები, გინდა თუ არა, ბევრი თავისი ნებით ჩაბარდა გერმანელებს ვინაიდან გამოსავალს ვერ ხედავდა სხვას. ომის შემდეგ ფაშისტური გერმანიის გადარჩენილები აღმოჩნდნენ უარესში, ციმბირის გულაგებში. როცა მათ გაიარეს, შემდეგ რეაბილიტაცია და ასე შემდეგ. და შემდეგ ამდენი წელია უკვე თავს გვახოვენ იმას, რომ ეს არის გამარჯვების დღე. რეალურად ეს არის ჩვენი ერის გენოციდის დღე, პატარა ერების გენოციდის დღე, რომელიც ზოგიერთი საერთოდ გადაშენდა. ჩვენც დღემდე ვიმკით იმ გენოციდის შედეგებს, რომ ის გენოფონდი, რომელიც დაიკარგა ამ ჯანმრთელი მოსახლეობა, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა, რომ მხოლოდ ახლა ჩვენ მინიმუმ სულ ცოტა ორჯერ მეტი ვიქნებოდა და არ იქნებოდა ისე, რომ უმცირესობა ვართ დარჩენილი. დაახლოებით 1950-იანი წლების მოსახლეობის რაოდენობაზე ვართ დასული. ჩვენ მომაკვდავიერი ვართ და მით უმეტეს კიდე აღნიშნავდეთ ჩვენ იმას, რაც აბსურდია, ტყუილია, რომ თითქოს ეს არის გამარჯვების წლისთავი და ჩვენ ამით გადავჭით, არა, ჩვენ ამით ძალიან ბევრი დავკარგეთ. ეს არის ერთ-ერთი ოკუპაციის და გენოციდის წელი, რომელიც წესით უნდა იყოს საერთოდ გლოვის და არა გამარჯვების, ან საერთოდ საზეიმო აღნიშვნის.